გადაცემის მხარდამჭერია ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრი კახეთი იონი. Პატრიოტო ტელემაყურებლებო, გადაცემა ჯანმრთელობა ტელეკომპანია გურჯაანის ეთერშია, გამარჯობათ. აქვე მინდა შეგახსენოთ ისიც, რომ გადაცემის მხარდამჭერია ფრანგულ-ქართულ სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი კახეთი იონი, სადაც წარმატებით მიმდინარეობს სკრინინგით გათვალისწინებული გამოკვლევები და ეს გამოკვლევებია მანდილოსლის სარძევე ჯირკვლების, სადაც უნდა მიბრძანდნენ 40-დან 70 წლის ასაკის მქონე ქალბატონები, საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა 25-დან 60 წლის ასაკის მქონე მანდილოსლები, მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ასაკის მქონე მოქალაქეები და პროსტატის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ასაკის მქონე მამაკაცები. თბილისის გარდა საქართველოს ყველა რეგიონიდან. ცხადია ეს ყველაფერი უფასო. ხელმძღვანელი ქალბატონი ხათუნა ჭონიაშვილი. აქვე გახსნილია და ფუნქციონირებს დიალიზის ცენტრი, სადაც შესაბამისი კუთხით დაავადებულებს შეუძლიათ მიბრძანდნენ და ჩაიტარონ შესაბამისი მკურნალობა. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია გურჯაანის ფრანგულ-ქართულ სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი ხათუნა ჭონიაშვილი. მოგესალმებით ქალბატონო ხათუნა და აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ მოქალაქეები, ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ გაურკვევლობაში იმასთან დაკავშირებით, რომ სადაზღვევო სისტემა თლათ არ არის ისე დახვეწილი, რომ თითოეული ადამიანისათვის ეს გასაგები იყოს, მისაღები იყოს და ამიტომ ჩვენ მოგმართავენ თხოვნით, რომ კიდევ ერთხელ ავუხსნათ, კიდევ ერთხელ გავარკვიოთ ამ სისტემაში და მივცეთ ის მითითება, რომელიც მათთვის მისაღები იქნება. ამასთან დაკავშირებით ქალბატონო ხათუნა, გთხოვთ ვისაუბროთ იმაზე, თუ რა სახის დაზღვევებია და როგორ ვრცელდება ეს ჩვენ საზოგადოებაში და როგორ შეიძლება მოიხმაროს თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ. გისმენთ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მოგილოცავთ შობა ახალ წელს, სიკეთე, ხვავი, ბარაკა დაბედებოდეს, გაერთიანება და გაძლიერება სრულიად საქართველოს, კახეს, განსაკუთრებულად გურჯაანს და გურჯაანის მოსახლეობას მიულოცავ ახალ წელს. მადლობა კიდევ და კიდევ მოწვევისთვის. მე დღეს თქვენს წინაშე ვარ როგორც რა თქმა უნდა კახეთი იონის ხელმძღვანელი და ამასთანავე ვალდებული ვარ როგორც საკრებულოს გურჯაანის საკრებულოს დეპუტატი და ამ სოციალური სფეროს ერთ-ერთი წარმომადგენელი კომისიის. მინდა ეს სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებით, დაზღვევასთან დაკავშირებით, სადაზღვევო პაკეტთან დაკავშირებით მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია, იყვნენ მოქალაქეები ინფორმირებულები და შესაბამისად, როცა იცი კანონი, იცი შენი უფლებები, ყოველთვის უფრო მეტად დაცული ხარ. როგორც მოგეხსენებათ, 3 წლის განმავლობაში მონოპოლიური სისტემით, ანუ ტენდერის საშუალებით რაიონებში მოხდა გაიმარჯვა სადაზღვევო კომპანიებმა და მოქალაქე ვალდებული იყო, იძულებული იყო, დამორჩილებოდა სახელმწიფო გადაწყვეტილებას, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას და ყოფილიყო იმ რაიონში გამარჯვებული სადაზღვევო კომპანიის დაზღვეული წევრი და შესაბამისად მათ მიერ მითითებულ სამედიცინო დაწესებულებაში ჩაეტარებინა ესა თუ ის ამბულატორიული სერვისი მიიღო, ეს იქნებოდა ქირურგიული სერვისი და ასე შემდეგ. ანუ არჩევის უფლება ნაკლებად ფაქტიურად არ ჰქონდა მოქალაქეს. დღეს 2014 წელს მართალია მთლიანად არ მოხდა მოქალაქეებისთვის, ანუ მე ყურადღებას ვამახვილებ სოციალური პაკეტის მქონე მოქალაქეებზე, რომლებიც იყვნენ პედაგოგის დაზღვევით, უმწეოთა პოლისის მქონეები და ასევე 175 დადგენილებით 0-დან 5 წლამდე ბავშვები და 60-65 წლისევით მამაკაცები, ანუ პენსიონერთა დაზღვევა. ლაგოდეხის და სიღნაღის, ასევე დედოფლისწყაროს რაიონში და იქ სადაც იყო არქიმედეს კომპანია, ფაქტიურად 2014 წელს არქიმედეს კომპანიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა და გამომდინარე აქედან იქ ყველა მოქალაქეს მიეცა თავისუფალი არჩევანის უფლება.
ხოლო გურჯაანის, თელავის, ახმეტის რაიონებში დღესდღეობით ისევ არსებობენ და არის იგი ის GPI სადაზღვევო კომპანია, ასევე ალდაგის სადაზღვევო კომპანია, მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის სამინისტროს კანონით 2014 წლიდან პედაგოგებს მიეცათ უფლება მთლიანად საქართველოში, რომ თავისუფალი არჩევანით ესარგებლათ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აღარ ვიქნებით დამოკიდებული სადაზღვევო კომპანიის მიერ მითითებულ სამედიცინო დაწესებულებაზე, მაგრამ განსხვავება უნდა გავაკეთოთ გეგმიურ ამბულატორიულ სერვისზე და განვასხვაოთ ერთმანეთისგან ქირურგიული ან გადაუდებელი მომსახურება. გეგმიური ამბულატორიული მომსახურება ნიშნავს, როდესაც პაციენტს ესაჭიროება რომელიმე ექიმის კონსულტაცია გეგმიურად და ეს არ არის თუნდაც იმ 1 საათის 1 დღის განმავლობაში თუ არ ჩაატარდა დახმარება, ამ შემთხვევაში პაციენტის ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე, ან ფატალური შედეგი, ან დაინვალიდდება. აქედან გამომდინარე ეს ასეთი მომსახურება ითვლება გეგმიურ ამბულატორიულ გამოკვლევად, თუ იგივე რადიოლოგიური, ეხოსკოპიური და რენტგენოლოგიური კვლევების ჩატარება. ამ შემთხვევაში მოქალაქემ უნდა აირჩიოს სამედიცინო დაწესებულება საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა უკეთესია ტერიტორიული პრინციპი გაითვალისწინოს, იმიტომ რომ უნდა მიაკითხოს სამედიცინო დაწესებულებას და შესაბამისად მიბრძანდეს პირადობის მოწმობის ასლით. ამ შემთხვევაში ლაპარაკი მაქვს პედაგოგებზე მთელი საქართველოს მასშტაბით და რეგისტრაცია გაიაროს. ანუ ამბულატორიული, გეგმიური ამბულატორიული სერვისით მიმაგრებული იქნება იმ დაწესებულებაზე. მაგრამ როდესაც მას ჭირდება ქირურგიული ჩარევა, ან თქვათ გადაუდებელი შემთხვევაა და მოხდა ოჯახმა გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და უნდა მოხდეს მოქალაქის გადაყვანა ახლო, რა თქმა უნდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარება გადაიყვანს ახლო ტერიტორიის მიხედვით მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში. გამომდინარე აქედან შესაძლებელია ეს მოქალაქე მიემაგროს თქვათ გადაუდებელი მომსახურებით გურჯაანს, მაგრამ გახდეს ცუდად თბილისში, ანდაც იყოს საქართველოს სხვა ტერიტორიაზე, ქუთაისში, ბათუმში. აქედან გამომდინარე ვერ მოხერხდება იმას გადაუდებელი მომსახურება ჭირდება, დრო არ ითმევს ამ შემთხვევაში. ამიტომ ის აქ არ ჭირდება რეგისტრაციის გატარება, როდესაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან თუნდაც გადაუდებელ შემთხვევაში ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებას მიაკითხებს, ის სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია ჩაუტაროს შესაბამისი მომსახურება, თუ 24 საათიანი დაყონება არ მოხდება პაციენტის, ეს ითვლება გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახურებად, თუ 24 საათზე მეტი დაყონება მოხდა, ეს უკვე ითვლება გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებად. შესაბამისად სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია ცხელი ხაზით აცნობს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურებების სააგენტოს შესაბამისი სამსახურს, რომელიც სახელმწიფო დაზღვევებს კურირებს და ასე ხდება რეგისტრაციის გატარება და მომსახურება გადაუდებელი შემთხვევის. დანარჩენი შემთხვევაში ჩვეულებრივად მიაკითხავს ან ოჯახის ექიმის დახმარებით, ან თუნდაც სამედიცინო დაწესებულებას და შესაბამის მომსახურებას იღებს უკვე გეგმიურად, სადაც არის რეგისტრირებული იმ სამედიცინო დაწესებულებაში. ხშირ შემთხვევაში არის ესეთი ის, რომ აი სასწრაფო თუ არ მოხდა დაზღვევა, სასწრაფო თუ არ გაიარეთ რეგისტრაცია. რა თქმა უნდა, რეგისტრაცია უნდა დროულად გაიარონ მოქალაქეებმა, მაგრამ ეს თვითონ უნდა აირჩიონ. არსებობს ძალიან ბევრი სამედიცინო დაწესებულება კახეთში, რომელიც მიაჩნია მიზანშეწონილად, სადაც თulis რომ მისი უფლებები არ იქნება დარღვეული, სადაც შესაძლებელია რომ ის მომსახურება, რასაც თვითონ თulis, რა თქმა უნდა, პაკეტის შესაბამისად მივიდეს, გაესაუბროს, მოითხოვოს ის უფლებები, რაც უნდა დაცული იყოს მის სამედიცინო სერვისების მიხედვით და ისე გაიაროს რეგისტრაცია. ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენი აუცილებელი ატრიბუტია, ჩვენი ცხოვრების აუცილებელი წესია და აქედან გამომდინარე ამაზე არავინ არ უნდა გვაიძულოს, არავის გამო არსად არ უნდა დავეზღვეთ და მხოლოდ და მხოლოდ იქ მიზანმიმართულად, სადაც ვთვლით, რომ ჩვენ მივიღებთ შესაბამის სერვისს. ამასთანავე, როგორც საყოველთაო დაზღვევის შემთხვევაში, თუ ის სერვისი 2 თვის განმავლობაში მოხდა დავერეგისტრირით რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში, მაგრამ ვერ მივიღეთ ის მომსახურება, რაც გვეგონა, ან რაც გვითხრეს 2 თვის მერე, როცა გავა 2 თვე, ჩვენ ვწერთ განაცხადს, რომ გარკვეული მიზეზების გამო აღარ გვსურს ვიყოთ რეგისტრირებული იმ სამედიცინო დაწესებულებაში და შესაბამისად სამედიცინო დაწესებულება დაახლოებით 1 საათის, 2 საათის განმავლობაში, ან უფრო შეიძლება მალე ხსნის თავისი პორტალიდან, ანუ აღარ იქნება უკვე იმ სამედიცინო დაწესებულების დაზღვეული და შემდეგ მიდის რეგისტრაცია გადის სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მაქვს სურვილი. აქვს სურვილი. ხშირ შემთხვევაში მოდიან ჩემთან და მოქალაქეები მეკითხებიან, აი თქვენ გაქვთ მხოლოდ და მხოლოდ ამბულატორიული სერვისი. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გვესაჭიროება ქირურგიული მომსახურება, როგორ ვიქცევით? კიდევ აცხადებ, არაურიოთ ერთმანეთში. რეგისტრაციას გავდივართ მხოლოდ და მხოლოდ გეგმიური ამბულატორიული სერვისის მიღების შემთხვევაში. რაც შეეხება ქირურგიულ მომსახურებას, ღმერთმა დაიფაროს ყველა, მაგრამ თვის განმავლობაში ერთი და იგივე მოქალაქეს 10 ოპერაციას რო დაჭირდეს, ყველა შეუძლია სხვადასხვა კლინიკაში გაიკეთოს. კლინიკიდან წარადგენს
განაცხადს შესაბამისად, ეს არის ფორმაასი, ასევე ანგარიშვა, კალკულაცია, ანუ ოპერაციის ღირებულება, მიაკითხავს, ეს არის სოციალური ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სააგენტოს ფონდები და შესაბამისად სადაზღვევო თვითონ უკვე ჯანდაცვის ფონდი აძლევს საგარანტიო წერილს. აქ არის ზოგ შემთხვევაში 70%-იანი დაფინანსება, ზოგ შემთხვევაში 100%-იანი დაფინანსება, ზოგ შემთხვევაში ონკოლოგიურ პაციენტებზე საყოველთაო დაზღვევაც არის 80%-იანი დაფინანსება. ასე რომ ვთქვათ, ჩვენ რომ ვერ ვიყენებთ, ესეთი რამე არ არსებობს. ეს არის მე უდიდეს მადლობას ვუხდი ჯანდაცვის სამინისტროს არაჩვეულებრივი პროექტების განხორციელებისათვის და მე ამ რამოდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ჟურნალში ვნახე, რომ რეიტინგის მიხედვით ჯანდაცვის სამინისტრო პირველ ადგილზე იყო გამოკითხულთა მოსახლეობის რაღაც გარკვეული ნაწილის და მე ნამდვილად ვთვლი, რომ ერთ-ერთი წარმატებული პროექტები, რომელიც სოციალურ საკითხებზე იყო ორიენტირებული და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე იყო გათვლილი, გაითო რა თქმა უნდა ეხებოდა ეს ჯანდაცვის სამინისტროს, მაგრამ პირველ ეტაპზე მათ მნიშვნელოვნად ჩათვალეს და ეს ნაბიჯები გადადგეს. გაბატონო ხათუნა, დიდი მადლობა. ასე ვცლად ისაუბრეთ და მოდი ჩვენი მოსახლეობისათვის დავკონკრეტეთ და უფრო მათთვის მისაღებ ენაზე ვისაუბროთ. ავიღოთ ახლა რეალურად როგორ ხდება. ვთქვათ, გურჯაანში მოქალაქეს საყოველთაო დაზღვევა აქვს და GPI-ის ჰოლდინგში და იქ არის აღრიცხვაის დაყენებული. მაგრამ გარკვეულ მომენტში თქვენს კლინიკაშიც სჭირდება, იმიტომ რომ არის რაღაცა სფეროები, რომელიც დღეს თქვენთან წარმატებულია. აი ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე? იქიდან გადმოერთოს თქვენთან, მაგრამ იქაც არის რაღაცა, რომელიც მას სჭირდება. აი ეს ყველაფერი როგორ შეიძლება რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ საერთოდ ამბულატორიული მომსახურეობა ისეთი სერვისია, რომ ადამიანმა შესაძლოა ჩვენ მქონია ხა სკრინინგ პროგრამების უფასო პროგრამა მიმდინარეობს კახეთში, ჩვენთან არის რუსთავშიც და რამოდენიმე ახლო რეგიონებში და მქონდა ერთი შემთხვევა, როცა ჩვენ ჩავაბარეთ თვის ანგარიში, იქ აღმოჩნდა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც ერთი დღის განმავლობაში 3 კლინიკაში ჰქონდა ჩატარებული გამოკვლევა. ნუ რაღაც საეჭვო სიტუაცია აღმოჩნდა და გამომდინარე ის გადაადგილდა თბილისიდან რუსთავში ჩვენთან და ნუ ეხა ესეთი რაღაც რო ხშირად შეიძლება შეგვხვდეს ჩვეულებრივ შემთხვევაშიც ეხოსკოპიური კვლევა შეიძლება ჩათვალოს ის ცოტა ვთქვათ არ მიიღოს მიზანშეწონილად, მე წავიდეს მეორე კლინიკაში, მე წავიდეს მესამე კლინიკაში და ამის შემთხვევების მოწმე ხშირად ვართ მოქალაქეები. ამიტომ ესეთი სერვისის ანაზღაურება სახელმწიფოს ჯანდაცვის სამინისტროს ნამდვილად ძალიან გაუჭირდებოდა. გამომდინარე აქედან ამბულატორიულ გეგმიურ ამბულატორიულ სერვისზე მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ სამედიცინო დაწესებულება კაპიტაციური სისტემით იქნება, ანუ გარკვეულად მათ დაწესებულებაში რეგისტრირებული ადამიანებზე კაპიტაციური წესით მიიღებს ანაზღაურება სახელმწიფოსგან. ამიტომ როცა არის სერვისების ჩამონათვალი, თქვათ არის პედაგოგთა დაზღვევა. იმას აქვს თავისი ნუსხა, რითია ვალდებული სამედიცინო დაწესებულება უზრუნველყოს მისი სამედიცინო მომსახურეობა, რომელი გამოკვლევები ეკუთვნის, რა კონსულტაცია ეკუთვნის, რა სამედიცინო სერვისის მიღების საშუალება აქვს, ასევე თავისი სამედიცინო ნუსხა გააჩნია მომსახურეობის საყოველთაო დაზღვევა, საყოველთაო დაზღვევის ამბულატორიულ სერვისს. აქედან გამომდინარე, როცა დაწესებულება პორტალზე რეგისტრაციას გადის ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე, რომ ის მიმწოდებელია საყოველთაო დაზღვევის პროგრამის, პედაგოგიური დაზღვევის სისტემის მომსახურეობა შეუძლია, მას ყველა პირობა უნდა ჰქონდეს შესაბამისად მომსახურეობის. ან თუნდაც ჰქონდეს ხელშეკრულება ისეთ დაწესებულებასთან, სადაც საჭიროების შემთხვევაში ვერ მოემსახურა გადაამისამართოს პაციენტი, ანუ პაციენტის ყველა უფლება თავისი დაზღვევის ფარგლებში უნდა იყოს დაცული. ამიტომა ზუსტად ახლა მასე რომ ვიმსჯელოთ, შესაძლებელი ერთი ექიმის სხვა კლინიკაში იყოს უკეთესი, მეორე ექიმის სხვა კლინიკაში შეუძლებელია ამის მომსახურება, თუ 60-70%-ით მის მოთხოვნებს აკმაყოფილებს ექიმთა კვალიფიკაცია, ვთქვათ, რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში, ხა 100%-იანი ღმერთმაქნას იყოს ეს სერვისი, ეს იქნება შეუძლებელი, რა თქმა უნდა, მაგრამ ის ყველაფერი თუ დაწესებულებას არ ყავს, თქვათ, რომელიმე სპეციალისტი და ვალდებულება აქვს, ის უნდა გადაამისამართოს პაციენტი და მიიღოს მომსახურება, მაგრამ ის რო ყავს სპეციალისტი, ის როცა ეცნობა ყველაფერს თავიდან, ამიტომ ბრმად არ უნდა მოგვიწიოს სამედიცინო დაწესებულებაში გაწევრიანება და რეგისტრაციის გატარება. უნდა ვიცოდეთ, რომელ შემთხვევაში ჩვენ რომელ სპეციალისტთან მივიღებთ სამედიცინო სერვისს. აქედან გამომდინარე, გავაცნობიეროთ კარგად ეს ყველაფერი, ესე შეუძლებელი იქნება, რომ ჩვენ დღეს ამ დაწესებულებაში ჩავიტაროთ ხვალე იქ. სწორედ ამიტომ 2 თვის განმავლობაში ვალდებული ხარ როცა გადიხარ რეგისტრაციას, თუ არ მოგეწონება 2 თვის შემდეგ
შეგიძლია დაწერო განაცხადი და გადახვიდე სხვა დაწესებულებაში. ნუ შედარების საშუალებაც გექნება, უბრალოდ მოთხოვნის საშუალება, როცა იცი შენი უფლებები რა გეკუთვნის, დაწესებულებას თხოვ, რომ აი მე ვიღაცის ხათრის გამო კი არ ვეზღვევი თქვენთან, ვეზღვევი იმიტომ, რომ მინდა თქვენი სამედიცინო სერვისი მივიღო, ამიტომ ითხოვ კიდევ დაწესებულება ვალდებულია გაგაცნოს თავის შესაძლებლობები და შემდგომში ის რაც გაგესაუბრა, რაც ხელშეკრულება დაიდო თქვენ შორის, რაც მომსახურებას გაეცანი, მიიღო ის სერვისი, მეტნაკლებად ვიცნობთ ყველა მოქალაქე, ყველა დაწესებულებას და შესაბამისი გადაწყვეტილებაც უნდა მივიღოთ თითოეულმა ჩვენთაგანმა. გასაგებია და ერთია კიდევ რომ ესეც შეიძლება ჩვენ შეხვდეს პრაქტიკაში, რომ პიროვნება, რომელიც პირობითად დაზღვეული არის ალდაკში, მაგრამ ამ დროს გამოჩნდა, რომ GPI-ში უფრო უკეთესი მომსახურებას თავაზობს, შეუძლია ამ პიროვნებას რომ ალდაგიდან მოახერხოს და გადაერთოს დაზღვევაში GPI-ში და თუ შეიძლება როგორ უნდა გააკეთოს მანეს ყველაფერი. აქ უნდა განვასხვაოთ კორპორაციული დაზღვევები და სოციალური დაზღვევები. კორპორაციული დაზღვევა ნიშნავს, როცა მოქალაქე მე დღეს მაქვს სადაზღვევო კომპანია GPI-ის კორპორაციული პაკეტი, ვარ კორპორატიული დაზღვეული და მე ვიხდი ყოველთვიურად გარკვეულ თანხას და შესაბამისად ვაქვს პაკეტი, სადაც წერია ჩემი მომსახურება, ვთქვათ რა, რომელიც თქვენ მომსახურებას ყიდულობთ ამ დროს. რა თქმა უნდა, მე ყოველთვიურად ვიხდი გარკვეულ თანხას, მაქვს საოჯახო პაკეტი, ჩემი სამედიცინო დაწესებულების 90% დაზღვეულია სამედიცინო პაკეტით. და შესაბამისად თავიდანვე როცა დავდეთ ხელშეკრულება ჩვენ მოგვეცა დაწესებულების არჩევის ამ შემთხვევაში უკვე მე ნებისმიერი გამოკვლევა შემიძლია ჩავიტარო იმ კლინიკაში სადაც სადაზღვევო კომპანია GPI-ის აქვს ხელშეკრულება და საკმაოდ ბევრ კლინიკასთან აქვს ხელშეკრულება დადებული როცა ეს ჩვენ პირველ ეტაპზე დავეზღვევთ მაშინ მოხდა ამ დეტალურად გარკვევა ყველა საკითხის მაგრამ როცა აქ სოციალურ პაკეტზე ანუ იმ დაზღვევებზეა ლაპარაკი როდესაც სახელმწიფო დაზღვევა ეს არის უმწეოთა 218 დადგენილებით დაზღვევა, ეს არის პენსიონერთა დაზღვევა, 0-დან 5 წლამდე ბავშვების დაზღვევა, 175 დადგენილება, პედაგოგების დაზღვევა. ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ ესეთ გადასვლა, გადმოსვლას ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ ის სადაზღვევო კომპანია, რომელიც გავიდა უკვე სადაზღვევო სისტემიდან, მოქალაქე უკვე გახდა უშუალოდ სახელმწიფოს, ისედაც სახელმწიფო მაიღო თავის თავზე და ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს მისი მომსახურების არეალის დარეგულირებას, შესაბამისად ამბულატორიულ სექტორში იქნება თუ ქირურგიულ სექტორში. ასე რომ ჩვენ როცა უმწეოთა პაკეტის მფლობელია, თქვა თელავის შემთხვევაში ალდაგის დაზღვეულია, ის ვერ შეძლებს გადმომისამართეს გურჯაანში და გახდეს GPI-ის დაზღვეული. ან პირიქით, ეს ტერიტორიული პრინციპი ამ ეტაპზე ასეთი სახით არის გათვალისწინებული, მაგრამ შესვლა დამატება აღარ ხდება. ამ ეტაპზე ვთქვათ 165 დადგენილების საფუძველზე გახდა მოქალაქე 65 წლის მამაკაცი და უკვე ის გახდა პენსიონერთა დაზღვევის პაკეტის მფლობელი. ის უკვე ავტომატურად მისი დაზღვევის უზრუნველყოფას ახდენს სახელმწიფო და მან ყველა შემთხვევაში ისევე უნდა გაიაროს რეგისტრაცია როგორც პედაგოგების შემთხვევაში, როგორც საყოველთაო დაზღვევის შემთხვევაში აირჩიოს ამბულატორიულ სექტორზე სამედიცინო დაწესებულება, ხოლო ქირურგიული მომსახურების შემთხვევაში მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო და სახელმწიფო ამ სოციალური პაკეტით მოსარგებლე მოქალაქე და დაზღვევების სერვის ცენტრს, ესეთი ცენტრი კახეთში არის თელავში, არაჩვეულებრივი ადამიანები არიან, ძალიან კარგად განუმარტავენ, ასევე არსებობს ყველა დაწესებულებაში 1505, ეს არის ცხელი ხაზი, ეს არის უფასო, ნებისმიერ მოქალაქე შეუძლია დარეკოს და ასევე ხშირ შემთხვევაში ხდება გაურკვევლობა, არ უხსნის ან ექიმი, ან სამედიცინო დაწესებულება, რა სერვისი ეკუთვნის, რისი გაკეთება შეუძლია, ესა თუ ის პაკეტი რას მოიცავს. ამიტომ თუ არ მოგწონს, ან ვერ მივიღეთ ის ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულებიდან, რაც საჭიროდ მიგვაჩნია, შეგვიძლია ჩვენ დავრეკოთ ცხელხაზე 1505 პირდაპირ იკრიფება მობილური ტელეფონებიდანაც, ჩვეულებრივად 100-100-ის და ასევე ნებისმიერი ქალაქის ტელეფონიდანაც და შესაძლებელია მივიღოთ ზუსტად ის ინფორმაცია, რაც საჭიროა და მზად არის ცხელი ხაზი. არასდროს არ მოხდება ის შემთხვევა, რომ ცხელმა ხაზმა არ უპასუხოს ნებისმიერ მოქალაქეს. და კიდევ ერთია, ქავტო ხათუნა, თქვენ აღნიშნეთ კორპორაციული დაზღვევაც. ეს ხადია საოჯახო ინდივიდუალური საოჯახოც არის, მაგრამ ერთი არის, რომ ვისაც შეხება ქონია ამასთან, ის ალბათ დაგვეთანხმება, რომ გარდა მომსახურებისა და კურნალობისა, ამ პაკეტში შედის წამლებით მომსახურება. და არის განსხვავება გარკვეული თანხით ამ სადაზღვეო წამლებით მომსახურება ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივ რომ იყიდოს ადამიანმა წამალი.
ეს რა კრიტერიუმებში ჯდება და საერთოდ რატო ხდება? ვერ მივხვდი რას ნიშნავს აი სადაზღვევო ესე იგი, ფასებით ძვირია. როდესაც დაზღვევით გამოგაქვთ თქვენ წამალი, უფრო მეც იღებს თვითონ ეს აფთიაქი, საიდანაც თქვენ გამოგეთ და სარგებლობთ, ვიდრე ჩვეულებრივ რომ იყიდოთ. ბატონო გურამ, როგორც გავიგე, აი მაგალითად მე ჩემ შემთხვევას განვი, ჩემ პაკეტის შემთხვევას განვიხილავ. ეს მოსახლეობის ინტერესები. კი, არა, გასაგებია, 50%-იანი ფასდაკლება გვაქვს მედიკამენტებზე. თუმცა ეს მედიკამენტები ჩვენ არის რაღაც გარკვეული შეზღუდვები მედიკამენტებში, თუნდაც ვიტამინების ჯგუფი, ისეთი მედიკამენტები, რომელიც არის უფრო პროფილაქტიკური კვლევისთვის გამოიყენება, თუნდაც იმუნური სისტემებისთვის, ვიტამინური, მინერალური შემცველობის მედიკამენტები, რა თქმა უნდა, არ არის გათვალისწინებული სადაზღვევო პაკეტში. თუმცა 50%-იანი ფასდაკლებით, როცა ექიმი გაძლევს დანიშნულებას, მედიკამენტების შესაბამისი ნუსხის მიხედვით ის იცის ოჯახის ექიმმა უკვე რომელი მედიკამენტი შეიძლება იყოს გამოწერილი და დანიშნული და შერჩეული, თქვა სადაზღვევო კომპანია მოგცეს შესაბამისად მიმართვა, რომ აიღო ფასდაკლებით ეს მედიკამენტი. მით უმეტეს დღეს გვაქვს ძალიან ბევრი ანალოგები და ჯენერიკი მედიკამენტები და არჩევის საშუალებაც გვაქვს და მაინც არ ვიყოთ მიზანმიმართულად რომელიღაცა კომპანიის ან რომელიღაცა მედიკამენტის. შეიძლება ერთეული შემთხვევა იყოს, მაგრამ არჩევის საშუალება გვაქვს ძალიან დიდი და როცა ინდივიდუალური შესყიდვა ხდება ჩვეულებრივად ფულით მიბრძანება პაციენტი და ყიდულობს ის ადამიანი მედიკამენტს, ამ შემთხვევაში იქ აფთიაქებს აქვს თავისი შეღავათი გარკვეულად, დაუშვათ რაღაცა თანხის ზევით აკეთებენ ფასდაკლებას, აკეთებენ დანამატს. ეს არის ინდივიდუალური შეთავაზება თვითონ აფთიაქის. მაგრამ როცა ჩვენ მივდივართ დაზღვევით, დაზღვევაზე მე ვიხდი 50%, შესაძლებელია ნაღდის შესყიდვის შემთხვევაში, როცა შევადარო ეს არ იყოს 50%-იანი ფასდაკლება და იყოს თქვათ უფრო 40%-იანი ან 30%-იანი ფასდაკლება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში რაღაც მე როცა შემიდარებია ვთვლი რომ არის 50%-იანი ფასდაკლება. უბრალოდ ამ შემთხვევაში აღარ აკეთებს კიდე დამატებით ფასდაკლებას აფთიაქი. შესაძლებელია თვითონ არის შეთანხმებული სადაზღვევო კომპანიასთან, იმიტომ რომ ის 50% დამატებით უნდა დააუნაზღაურო სადაზღვევო კომპანია. ალბათ შესაძლებელია უკვე სადაზღვევო კომპანიასთან აკეთებს ფასდაკლებას გამომდინარე მიმართულებით, აი რაოდენობა, რამდენად მეტი პაციენტი მივა და მეტი პაციენტი გამოიყენებს ამ დაზღვევას ამა თუ იმ აფთიაქში. ეს უკვე შიდა მათი დამოკიდებულებაა და მათი სტრუქტურაა და ეს ნამდვილად არ შემიძლია ამაზე კონკრეტულად მე გიპასუხო როგორ გადაწყვეტს. გასაგებია. და კიდევ ერთი თქვენ ბევრი ისაუბრეთ დაზღვევის სიკეთეზე, მომსახურებაზე. მაგრამ ერთი არის რომ რატომღაც ამოღებულია სტომატოლოგიური მომსახურება. რასთან არის ეს დაკავშირებული? მეტხარჯებთან, თუ აი თქვენ როგორც ამ სფეროს სპეციალისტი, უფრო ყოველ შემთხვევაში როგორ ფიქრობთ? თქვენ წარმოიდგინეთ სტომატოლოგიური სერვისი მარტო ჩვენთან კი არა, საზღვარგარეთ, როცა ყველა მოქალაქეს ეს დაზღვევის პრინციპი, დაზღვევის მომსახურება იმდენად არის ყველა მოქალაქეში და ეს აუცილებელ ცხოვრების წესად აქვს ნაქცევი, იქაც კი პრობლემაა სტომატოლოგიური სერვისის 100%-იანი თუ შესაბამისი გარკვეული პროცენტით მომსახურებაზე. ეს არის საკმაოდ ძვირად ღირებული მომსახურება. გამომდინარე აქედან, მით უმეტეს როცა სოციალურ პაკეტებზე ვლაპარაკობთ, ძალიან გაუჭირდება სახელმწიფოს, რომ თლიანი სერვისი სტომატოლოგიური დააფინანსოს. შეუძლებელია. უფრო სახელმწიფოს ორიენტაცია აქვს აღებული, გათვლილი იყოს, გათვალისწინებული იყოს აუცილებელი შემთხვევები, რამაც შეიძლება მოქალაქეების სიკვდილიანობა ან ფატალური შედეგი თქვათ, ან რაღაცა დაავადების დაინვალიდება გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, კერძო პაკეტებსაც როცა ვიღებ, აქ უკვე თანხაზეა ლაპარაკი, ხდება მოლაპარაკება სადაზღვევო კომპანიებთან, შესაბამისად რა თანხის პაკეტს ავიღებთ, ის იმის და მიხედვით თავაზობს სტომატოლოგიურ სერვისს. და აქედან გამომდინარე თუ გვინდა, ალბათ მე ვფიქრობ, რომ სადაზღვევო კომპანიებთან მიმართებაში, როცა მთლიანად უკვე მთელი მომსახურება სოციალური პაკეტების გადავა სახელმწიფოზე, ალბათ ვფიქრობ, რომ ზე პაკეტს, როგორც ეს არის ევროპის ქვეყნებში, მაგალითად საფრანგეთის მაგალითი, ახლა ჩვენ ხშირი შეხება გვაქვს ამ ქვეყანასთან და ვიცით უბრალოდ მათი მომსახურების სერვისი, ის დამატებით პაკეტს შემოგთავაზებს უკვე იმის ზევით, რასაც სახელმწიფო გვთავაზობს გარდა იმისა და შეგვეძლება ჩვენ უკვე გაცილებით კარგ ფასში მივიღოთ მაღალი ხარისხის მომსახურება, სადაც შევა მედიკამენტი, სადაც შევა სტომატოლოგიური სერვისი, სადაც შევა მაღალტექნოლოგიური კვლევები, როგორც არის კომპიუტერული და მაგნიტორეზონანსული კვლევები და სხვადასხვა ისეთი გამოკვლევები, რომელსაც თქვა სოციალური და სახელმწიფო დაზღვევა არ ითვალისწინებს. ნუ ცხადია ეს ჩვენი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარეა, ქალბატონ ხათუნა, რომ მათ ყველა სფეროში სჭირდებათ მომსახურება სამედიცინო და ეკედან გათვალისწინებით უნდა ალბათ მოდი გულწრფელები ვიყოთ, რომ ყველა სადაზღვევო კომპანია მუშაობს მოგებაზე. მაგრამ ამავე დროს უნდა გაითვალისწინოს თვითეული ჩვენი მოქალაქის ინტერესები.
თქვენ როგორ ფიქრობთ ჩვენ კიდევ ერთხელ ამ თემაზე ვისაუბრეთ და ეხლა კიდევ ერთხელ უმარტავთ ჩვენ მოსახლეობას შეიძლება რომ შემდგომში მოხდეს ის რომ კიდევ რამე შეიცვალოს და რაღაცა ანუკეთესობისაკენ იყოს იმიტომ რომ თქვენ აღნიშნეთ რომ დღეს ორი ძირითადი წამყვანი ეს არის ალდაგი და ეს არის GPI სადაზღვევო კომპანიები დანარჩენი აგერის არქიმედე გაკოტრა და ის გაკოტრა შესაძლებელია რომ თქვა წამოვიდეს კიდე ახალი სადაზღვევო კომპანია რომელსაც უფრო უკეთესი პირობები ექნება და რომელსაც უკვე ადამიანი თვითონვე გადაწყვეტს რომ აირჩიოს ალტერნატივა მეტი იყოს მისთვის იცით რა არის ახლა ღმერთმა დაგვიფაროს რომ იმედი არ გქონდეს და კარგზე არ ვფიქროთ და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ძალიან ბევრი საინტერესო და კარგი ნაბიჯები გადაიდგება ჯანდაცვის სფეროში მე პრიორიტეტად დღეს მართლა სოციალური მხარე ნამდვილად მიმაჩნია და ჯანდაცვის სფერო მით უმეტეს ყველაზე მნიშვნელოვანია და მე ხშირად მithქვია რომ ჯანმრთელ ადამიანს ყველაფერი უნდა და ავადმყოფს მხოლოდ და მხოლოდ ჯანმრთელობა და პირველ რიგში ქვეყანის მიმართულებაც ნამდვილად თქვენ უყურებთ ჩვენ რომ ამ მიმართულებით წავიდა მე ვფიქრობ შესაძლებელია სახელმწიფომ თვითონ შემოგთავაზოს თავისი სტრუქტურა იმდენად დახვეწილა და იმდენად კარგი მომსახურების სფეროთი რომ აღარ მიიჩნიოს მიზანშეწონილად სადაზღვევო კომპანიების კიდე ანუ დამატებით სადაზღვევო კომპანიის შექმნა თორე სადაზღვევო კომპანია რომ უნდა განვითარდეს ეს სერვისი რო არის აუცილებელი რომ უნდა იყოს კარგი შემოთავაზება დამატებით მომსახურების და ეს იყოს კომფორტული ყველა მოსახლეობისთვის და ყველა მოქალაქისთვის თავიდან რომ სახელმწიფო ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს როგორც კიდე განვითარებული ქვეყანა იყოს თავიდან ბოლომდე 100%-იან მომსახურებას ყველაფერი უფასო ვერ იქნება. არ შეიძლება იყოს ყველაფერი უფასო. მე ხშირად მithქვავს, სასწრაფო სამედიცინო დახმარება ვიძახით რომ არის უფასო. ბევრ რამეში არასწორია ის. შესაძლებელია რაღაც იყოს არტერიული ჰიპერტენზია, უმნიშვნელოდ იყოს წნევის მომატება, მოქალაქემ აღარ გადაწყვიტოს რომ მეაკითხოს ოჯახის ეგრე და გამოიძახოს სასწრაფო დახმარება. ხშირ შემთხვევაში მიდის სასწრაფო დახმარება იქ, სადაც არ არის ძალიან აუცილებელი და იქ, სადაც აუცილებელია მივიდეს ხშირად გვხდება დაგვიანების შემთხვევები, არის ისეთი შემთხვევა, რომ ვერ მოხერხდა დროულად გადმოყვანა პაციენტის. ეს გამომდინარეა იქიდან, რომ იყოს თუნდაც მინიმალური 5 ლარი გადასახადი და გამოიძახოს იმ მოქალაქემ, ვისაც ნამდვილად ჭირდება. როცა მოქალაქე ერთ ლარს მაინც იხდის საკუთარი ჯიბიდან, ის უფრო გათვლილად აკეთებს ყველაფერს. ვთვლით, რომ ის მაინც უფასოა, შესაძლებელია იმ დროს მოვინდომოთ მისი გამოყენება, როცა არ გჭირდება ნამდვილად და ხშირი შემთხვევები გვაქვს და მოწმეები ვართ ამ ყველაფრის. ამიტომ ყველაფერი უფასო არ ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგია. თუმცა მე ვთვლი, რომ სახელმწიფო გათვლის ყველაფერს და მივდივართ იქითკენ ნამდვილად განსაკუთრებულად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, რომ ეს ყველაფერი იყოს მოქალაქეებზე მორგებული, ეს ყველაფერი იყოს ხალხზე გათვლილი, თუმცა ვიცოდეთ, როგორ გამოვიყენოთ ეს ყველაფერი, ვიცოდეთ, ვის მივმართოთ, ვიცოდეთ, სად გვატყუებენ, სად გვეუბნებიან სწორედ და ყოველთვის არ უქნიოთ თავი და არ ვიყოთ ის მოქალაქეები ვისაც შეუძლია ნებისმიერმა ადამიანმა ჩვენი მართვა შესძლოს. გასაგებია და მაინც აქ ერთს დავამატებ, რომ ნოსტალგია არ მოგვეძალა, მაგრამ იყო დრო, როცა სამედიცინო მომსახურება იყო უფასო და ყველა საგებია და რა თქმა უნდა, გეთანხმებით. ქავტონ ხათუნა, ჩვენი საეთერო მართალი იწურება, მაგრამ მე აქედან ისე არ გაგიშვებთ, სანამ ერთ-ორ სიტყვას არ ვიტყვით ფრანგულ ქართულ სამედიცინო დიაგნოსტიკურ ცენტრზე. ჩვენმა ტელემაყურებელმა ალბათ ძალიან კარგად იცის, ეს ჩვენ რგოლშიც ყოველთვის მიდის, რომ სკრინინგით მომსახურება არის უფასო. ასევე უფასო არის დიალიზის ცენტრის მომსახურება და მე როგორც ვიცი, მგონი ქიმიოთერაპიაც უკვე თქვენთან იწყებს მუშაობას და ამ შესახებ და საერთოდ თქვენს კლინიკაზე იქნება 1-2 სიტყვა გითხრათ, რომ 2014 წელს კიდევ დამატებით რა იგეგმება, იმიტომ რომ ჩვენთვის უკვე ალტერნატივა არსებობს. GPI-ის ავადმყოფო გვაქვს ფრანგულ ქართულ სამედიცინო დიაგნოსტიკურ კახეთის მასშტაბით და ალბათ მთელი საქართველოს მასშტაბით. გისმენთ? მადლობა კიდევ ერთხელ. მე უბრალოდ არ გავამახვილე ყურადღება ჩვენს კლინიკაზე, ჩვენს სამედიცინო ფრანგულ ქართულ სამედიცინო ცენტრზე კახეთიონზე, იმიტომ რომ არ მინდოდა ეს რაღაც რეკლამირების სახით გამოსულიყო. რა თქმა უნდა, ჩვენი სამედიცინო დაწესებულება ჯერ ვიტყვი პირველ რიგში, რომ განსხვავდება სხვა სამედიცინო ცენტრებისგან იმით, რომ ეს არის არასამეწარმეო იურიდიული პირი, იურიდიული სტატუსით. აქ სამედიცინო ცენტრში არ არის გათვლილი, რომ ეს უნდა იყოს მოგებაზე ორიენტირებული. გამომდინარე აქედან მოგება გათვლილია სამედიცინო ცენტრის განვითარებაზე, პერსონალის გადამზადებაზე და ხარისხის შექმნაზე, რაც ყველაზე მთავარი და ყველაზე აუცილებელია. რა თქმა უნდა, ჩართული ვართ ჩვენ ამ სახელმწიფო პროგრამაში, იმიტომ რომ ეს გამომდინარე თვითონ სტრუქტურიდან, ჩვენ ვართ ვალდებულები, რომ ყველა სოციალური პაკეტი და ყველა ის მომსახურება, რომელსაც გვთავაზობ ჯანდაცვის სამინისტრო, განხორციელებული იქნას ჩვენი კლინიკისთვის. მზად ვართ ჩავერთო და მოვემსახუროთ სადაზღვევო სახელმწიფო პროგრამებით, ეს იქნება საყოველთაო დაზღვევა, ეს იქნება სახელმწიფო 218 თუ 165 ბრძანებით დადგენილებით მიღებული სამედიცინო მომსახურება, ასევე პედაგოგთა დაზღვევაში აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა და ყველა ის სერვისი,
რაც ეკუთვნის მოქალაქეს, შევთავაზოთ სრულფასოვნად, სრულყოფილად, მაღალხარისხიანად. მე ერთადერთი ვიტყვი იმას, რომ შესაძლებელია ჩვენ ვერ შევძლოთ ყველა სერვისის 100%-იანი დიაგნოსტირება, მაგრამ მე იმას ვიტყვი, რომ ჩვენი სამედიცინო დაწესებულება, ჩვენი კლინიკის ნებისმიერი ექიმი არასდროს არ მოატყუებს მოქალაქებს, შეგვიძლია მომემსახურებით ისე როგორც საჭიროა და როგორც ეს აუცილებლობა მოითხოვს, თუ არა მივცეთ მიმართულებას და მოქალაქეს გავარკვევთ ისე რა ეკუთვნის, სად უნდა მიმართოს, ვის უნდა მიაკითხოს. ჩვენ უკვე ქიმიოთერაპია დავიწყეთ 18-ში შაბათს ქალბატონი ნია შარიქაძე ჩამოგზანდება და ჩვენ უკვე ვიწყებთ ქიმიოთერაპიულ მომსახურებას და ონკოლოგიურ პაციენტებს თუ ვინმე გვისმენს და მოგვისმენს და ჭირდება ონკოლოგის მომსახურება შეუძლია მოგვაკითხოს უკვე 11 საათიდან ქალბატონი ნია იქნება ადგილზე და ყველა ის სამედიცინო სერვისი, რასაც ახორციელებს ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრი, ვფიქრობ, რომ დაცულია ხარისხი, სამედიცინო მომსახურებების პირველ ეტაპზე მაღალი ხარისხი არ მოატყუო მოქალაქეს, მოემსახურე შესაბამისად, მიეცი მიმართულება და იყოს ყველა მოქალაქე დაცული ზედმეტი პრობლემებისგან, რაც შესაძლებელია ჩვენ ჯანმრთელობის გაუარესება მოგვცეს. ამის გარანტიას უკვე 6 წელია, რაც არსებობს უკვე სამედიცინო ცენტრი. მე მგონი ყველა იცნობთ, ყველას გქონიათ შეხება და იმედია ეს გაგრძელდება, ეს ტრადიცია არ მოიშლება და 2014 წელი ეს არის ქირურგიის ხაზით განვითარება ფრანგული ქართული სამედიცინო ცენტრის და წლის ბოლოს მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისების მიწოდება შეძლებს ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრი, რასაც ქირურგია ქვია. დიდი მადლობა. პაციენტო ტელემაყურებლებო, მინდა ისევ და ისევ შეგახსენოთ, რომ გადაცემა ჯანმრთელობის ხარდამჭერია ფრანგულ-ქართულ სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი კახეთი იონი, სადაც წარმატებით მიმდინარეობს სკრინინგით გათვალისწინებული გამოკვლევები და ეს გამოკვლევებია მანდილოსნის სარძევე ჯირკვლების, სადაც უნდა მივზადდნენ 40-დან 70 წლის ასაკის მქონე მანდილოსნები, საშვილოსნო სყელის გამოკვლევა 25-დან 60 წლის ასაკის მქონე ქალბატონები, მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ასაკის მქონე მოქალაქეები და პროსტატის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ასაკის მქონე მამაკაცები. თბილისის გარდა საქართველოს ყველა რეგიონიდან. ცხადია, ეს ყველაფერი უფასოდ. ხელმძღვანელი ქალბატონი ხათუნა ჭონიაშვილი გახსნილა და ფუნქციონირებს დიალიზის ცენტრი, სადაც შესაბამისი კუთხით დაავადებულებს შეუძლიათ მიბრძანდნენ და ჩაიტარონ შესაბამისი მკურნალობა. და აქვე თქვენ მოისმინეთ, რომ უახლოეს დღეებში იხსნება ქიმიოთერაპიის ცენტრი და სადაც ასევე შეუძლიათ მიბრძანდნენ შესაბამისი კუთხით დაავადებულებს და ჩაიტარონ მკურნალობა. მე კი ისევ და ისევ წარმოგიდგენ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარს, გურჯაანის ფრანგულ-ქართულ სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი ხათუნა ჭონიაშვილი. ქალბატონ ხათუნა, დიდი მადლობა აქ მომბრძანებისათვის, საინტერესო საუბრისათვის, რომ კიდევ ერთხელ ჩვენს მოქალაქეებს აუხსენით ის სადაზღვეო საკითხები, რომელიც მათთვის აუცილებლად მისაღებია და ამის შემდგომ თვითონ ჩვენი მოქალაქეები გადაწყვეტენ თუ რომელი მიმართულებით მიმართონ ჯანდაცვის სამსახურებს, რომელიც მოემსახურებიან მათ ამ კუთხით. მინდა თქვენთან ერთად დაემშვიდობოთ ჩვენს ტელემაყურებლებს. მადლობას მოვიხდი ბაპატიად ბატონო გურამ და მობრძანე მოქალაქეები, თუ რამე შეკითხვა აქვთ, მე მზად ვარ ადგილზე სამსახურში მივცე კონსულტაცია, რჩევა მზად ვარ, არ დავზარდები არავის, განუმარტო აუხსნა რა შეუძლია და რისი უფლება აქვს და როგორ უნდა მოიქცეს. გადაწყვეტე რამას თვითონ ალბათ მოგეკითხავენ. მინდა თქვენთან ერთად დაემშვიდობოთ ჩვენს ტელემაყურებლებს. კარგად ბრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე. კარგად ბრძანდებოდეთ.